ამიტომ ჩვენ გვინდა რომ კლუბის პოზიცია დავაფიქსიროთ და ეს არ არის არც ჩემი პირადი აზრი, მარტო ეს არის ის მრავალრიცხოვანი გულშემატკივრების ფეხბურთის მოყვარულთა აზრი, რომელიც იზიარებენ ამ პოზიციას. ეს პირველ რიგში რა თქმა უნდა შეეხება იმ სიტუაციას, რაც შეიქმნა რეგლამენტის გამო. ჩვენ გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რომ ჩვენ რეგლამენტს უყურებთ აღმასკომის მიერ დამტკიცებულ რეგლამენტს, სადაც გარკვევით წერია ის პუნქტი, რა შემთხვევაში ხდება გუნდი ჩემპიონი, რა შემთხვევაში თანამარიგებლების შემთხვევაში რა იგულისხმება. აქ რა თქმა უნდა შეიძლება გამოიწვია ასთა სხვადასხვაობა თვითონ ფორმულირების განმარტებისას. ფედერაციას აქვს თავისი აზრი ჩამოყალიბებული, ჩვენ რა თქმა უნდა პატივს ვსცემთ მათ აზრს, მაგრამ არ შეგვიძლია გავიზიაროთ ის, რაც არის დამტკიცებული რეგლამენტის მიერ, რომ ეს არის, რომ მერე ის შეიძლება შეიცვალოს რომელიმე განყოფილების უბრალოდ მოწერილი წერილის საფუძველზე. თუ რამის შესაძლებელი იყო რეგლამენტში, რა თქმა უნდა, ის უნდა მომხდარიყო იგივე აღმასკომის დამტკიცებით. ეს სამწუხაროდ არ მოხდა და დღეს შეიქმნა ის სიტუაცია, როდესაც ტურნირის დამთავრების შემდეგ უკვე ორმაგად იქნება გაგებული ეს პუნქტი, სადაც წერია, რომ ჩემპიონატში მიღმეტი გამარჯვების შემთხვევაში გუნდს ეძლევა უპირატესობა და ჩემპიონატის განსაზღვრა არის ჩემპიონატი, რომელიც დაიწყო გასული წლის აგვისტოში და მთავრდება 20 მაისს. ეს არის ჩვენი გაგებით ჩემპიონატი. და არ არის მითითებული, რომ ეს არის პლეი-ოფი ან პლეი-აუტის ნაჩვენების შედეგები. აღმასკომია და აღმასკომი ამტკიცებს ამ დებულებას და არ შეიძლება მერე ის შეცვალოს უფრო დაბალმა დონემ, უფრო დაბალმა ინსტანციამ. ვერაფერს გავეთანხმებით იმას, რომ ფეხბურთის ფედერაცია გამოაცხადებს რუსთავის მეტალურგს ჩემპიონს რა. ალბათ ზესტაფონი გამოაცხადებს ზესტაფონს ჩემპიონად ამ მდგომარეობაში თუ და ჩვენ არ ვიცით როგორ დასრულდება რა. აქ იცით რა, მე არ მინდოდა ბოლო დღეს მომეწვია ეს პრესკონფერენცია, იმიტომ რომ იქ ყველაფერი გარკვეულია და მე უკანა რიცხვებით ველაპარაკა. დღესვე ვაფიქსირებ ჩვენ პოზიციას. ამ შემთხვევაში აი ამ დებულების თანახმად რა, თუ ეს სტატუს quo იქნება შენარჩენებული და ზესტაფონი მოიგებს თამაშს, ბოლო თამაშს მარტვილის მერანთან, ამ დებულებით ზესტაფონი ხდება ჩემპიონი. და ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ ამ პოზიციიდან უკან გადახრას. ხანა მოქმედებას მივიღებთ, ეს არის ფეხბურთის ფედერაცია, სადაც მოგვიწევს ამ თემაზე კამათი, ბრძოლა, დამტკიცება ამ ჩვენი პოზიციის და საბოლოო გადაწყვეტილებასაც ის მიიღებს, რატომ ალბათ შეიძლება დაჭირდეს მას ისევ აღმასკომის მოწვევა, ან ყრილობის მოწვევა, მე არ ვიცი რა დონეზე გადაწყდება, მაგრამ არის ფაქტი, ასე დავარქვით, ისე იურიდიული ნონსენსი, ასე ვთქვათ, შეიძლება ამაზე დღეს არავის არ გაემახვილებინა ყურადღება, თუ ეს იქნებოდა ჩამოყალიბებული ზუსტად. მაგრამ კლუბს არ შეეძლო უბრალოდ მთელი ჩემპიონატის განმავლობაში რაღაცა გათვლები გაეკეთებინა. თამაშობთ ჩვენ ჩემპიონატს, გამოვდივართ ჩემპიონატზე, ჩვენთვის ყველა თამაში ლიდერთან, აუტსაიდერთან, პლეი-ოფის თუ პლეი-აუტის მომავალ მონაწილესთან ერთნაირი დატვირთვით იყო. ამიტომაც იყო, რომ ზესტაფონმა ყველაზე დიდად იზარალა ამ სისტემიდან და 24 ქულა დაკარგა შემდეგში. პოზიცია გარკვეულია, ჩვენ ვკითხულობთ ამ დებულებას, სადაც წერია ჩემპიონატი. და ვინმე თუ მეტყვის, რომ ჩემპიონატი 15 მარტს დაიწყო, არა ჩვენ დავეთანხმებით, რომ ეს 15 მარტიდან შეგვიძლია ავთვალოთ ეს ყველა. აუცილებლად დავემორჩილებით ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ან პრეზიდენტის, ან ისე ვიცე-პრეზიდენტის, ან გენერალური მდივნის კომენტარი არის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება. ეს არის აღმასკომის გადაწყვეტილება, ან უფრო მაღალი ორგანო არის ფეხბურთის ფედერაციის ყრილობა, რომელიც 5 ივნისს იმართება. აუცილებლად დადგება, ალბათ ეს საკითხი, ჩვენ არ ვაპირებთ ახლა საერთაშორისო სასამართლოებში სირბილს და არც ჩვენ
ფედერაციის ზემდგომოებანოს UEFA-სა და FIFA-ს მიმართოს, იმიტომ რომ ჩემპიონატს ატარებს ფედერაცია. და მისი სიტყვა იქნება საბოლოო გადაწყვეტა. გავიარეთ კონსულტაციები იურისტებთან, გავიარეთ შესაბამისად იმ ხალხთან, ვისაც ამ საქმეში ცოტა ბევრად თუ ცოტა ჩახედულია და როდესაც არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სიტყვა ნახსენები ჩემპიონატი, ჩვენთვის ჩემპიონატი დაიწყო გასული წლის აგვისტოში. აქ იმაზე ლაპარაკი, რომ მე ხო ქულები, აქ ჩვენ დავეთანხმებით, რომ პროექტში ჩვენ ქულები ჩამოგვაყდა, მაგრამ არაფრით არ ჩამოყლებია მოგებები, არაფრით არ ჩამოყლებია ბომბარდირის გატანილი ბურთები და ასე შემდეგ, ხო? ის არის, ის დაფიქსირებულია და თუ ამბობთ მოგებები, მაშინ მოგებებით ზესტაფონს წინასწარდგება რაღაც განცხადებები, ჩვენთვის გაუგებარი განცხადებები, ეს უკვე ყველა იმას ცილდება, ყველა დასაშვებ ნორმებს და საზღვრებს ცვირდება, როდესაც ეჭვში აყენებენ ზესტაფონის რომელიმე თამაშს, იცით რომ გამოსული იყო რუსთავის ოლიმპიის სპორტული დირექტორი, მეტალურგის შემსრულებელი დირექტორი, აღმასრულებელი დირექტორი და განაცხადა, რომ დაუკვირდით ამ თამაში, იქ რაღაცა საშინელება მოხდება, იქ ალბათ გარიგების სუნიადის ამას ყველაფერს, მე მინდა აი ამაზე ყველაფერი პასუხი მოვხდეს რა. ხალხი რომლის მოქმედებამაც და მთავარ საფეხბურთო სამყარომ იცის რა მეთოდებით მოქმედებენ, არა ჩვენ აღარ შეგვიძლია ამაზე გაჩერება რა. ჩვენ დღეს გავუგზავნოთ ფედერაციას წერილი, რომ გამოიკვლიონ მარტვილში ჩატარებული თამაში. აუცილებლად ჩვენი თამაშიც და მათი თამაშიც რა, რომელმაც ძალიან ბევრი მithმა გამოიწვია. ჩვენ გაგზავნილი ჰქონდა პროტესტი ჰქონდა შეტანილი, არ ვიცით როგორ განიხილა ის ფედერაციამ რაქნა, მაგრამ მოვთხოვთ კიდევაც ამაზე პასუხს და თუ იქ მოხდა რაღაცა გარიგების მაგვარი, ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ შესაბამის ზომების მიღებას. საერთხელ და სამუდამოდ ფეხბურთი უნდა დაიწმინდოს ამ სიბინძურისგან. თქვენ იცით შარშანდელი ჩემპიონატი, რომელიც ჩატარდა აბსოლუტურად სუფთად. შედეგიც ასე თუ ისე მივიღეთ, რომ ქართულმა კლუბებმა საკმაოდ წარმატებულად, მე ვერ ვიტყვი, რომ ჩემმა კლუბმა ითამაშა წარმატებულად, მაგრამ მე ვთვლი, რომ ქართულმა კლუბებმა საბოლოო ჯამში წარმატებულად იასპარეზეს, გულშემატკივარსაც მოუტრიალეს ხალხის თავისი განწყობა და ჩვენ იმედი შეგვექნა ფეხბურთის მონაწილე ინვესტორებს, რომ რაღაცა სასიკეთოსკენ წავიდნენ ეს ძრები და ამ ბოლო მოვლენებმა, აი ზუსტად ამ ჩემპიონატმა ისევ დაგვიწყო დაბრუნება უკან რა. ეს მეთოდი რა, რომ გამოღმა ედავე და გაღმა დარჩება, ჩვენთვის გასაგებია. 8 წელია ჩვენი კლუბი მონაწილეობს ქართულ საფეხბურთო ცხოვრებაში. თქვენ იცით ჩვენ სლოგანი გვაქვს გაკრული, რომ ჩვენ ზრუნავთ ქართულ ფეხბურთზე და ეს მარტო სიტყვები არ არის. ჩვენ ამას ვაკეთებთ, ვამტკიცებთ ჩვენი საქმე და გვინდა რომ ამ ქართული ფეხბურთის შენების საქმეში არავინ არ შეგვიშალოს ხელი რა. და ის ხალხი, ვინც აი ესეთ გარიგებებში ღებულობს მონაწილეობას, ისინი უნდა მოიკვეთოს ფეხბურთი. თქვენ იცით რომ ეს ფეხბურთელები გამოამსხავლეს რაღაც გარიგებულ ტოტალიზაციას შარშან და მოკვეთეს ისინი ფეხბურთი და მაგრამ ეს აისბერგის თავია რა. იქ უნდა ვეძებოთ, სადაც ეს ბინძური პიროვნებები საერთოდ მოსაცილებელია, რომელიც დღეს ისე შემოუბრუნდნენ ამ ქართულ ფეხბურთს რა. და ჩვენ გავსვათ ამ საკითხს და იმ შემთხვევაში, თუ ეს არ გადაწყდება რა, ჩვენ ვიტოვებთ იმის უფლებას, რომ საერთოდ მივატოვოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ჩატარებული შეჯიბრება, რომ მივხედოთ სხვა საქმეს რა. იმიტომ ამ შემთხვევაში ჩვენ ერთ მაყურებელს, ერთ გულშემატკივარს ვერ მოვიყვანთ სტადიონზე. იყო მცდელობა, რომ დაერწმუნებინათ სულ რომ ზესტაფონი გარიგდებოდა, გოლს დაუთმობდა თასს, მე თვითონ მიიღებდა ჩემპიონატს, გარწმუნებთ, ეს არ მოხდება. ჩვენ მზად ვართ საერთოდ არ ვითამაშოთ ის თასის ფინალი. ამისთვისაც ვერ მზადებით. ამ შემთხვევაში მოხდება ეს. ის იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ეს ბინძურე ბოლომდე მიიღებს აი ამ სახეს რაც არის. მე არ ვიცი ახლა როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი. მე ულტიმატუმებს არ ვაყენებ რა. გუშინ მე რო ის თამაში წამეგო და ძალიან ადვილი მოსალოდნელი იყო იქ, არ ვიცი, ისა, ჩვენ ხმას არ გვექნებოდა ამ შემთხვევაში ამოსაღები თვითონ ამ
იმაზე რომ ჩვენ დავკარგეთ ჩემპიონი, მაგრამ რეგლამენტზე ჩვენ მაინც გვექნებოდა შენიშვნა, რომ ის არასწორი იყო. მაინც გვექნებოდა ამაზე კამათი, რომ არის გარიგებული თამაშები დღეს ჩემპიონატში. ჩვენ ეს უნდა მოსყოთ, უნდა ამოვძირკოთ. ეს ჩემპიონატი სამმა გუნდმა ითამაშა. თავიდან ბოლომდე. ეს არის მაპატიო სხვა გუნდების წინაშე არ ჩავერევი, მაგრამ მე იმ ტოპ გუნდებს ვასახელებ, ვისაც ქონდა პრეტენზია UEFA-ს თამაშში. ეს არის ქუთაისის ტორპედო, ეს არის თბილისის დინამო, ეს არის ზესტაფონი. და ეს ყველა ძალიან კარგად იცის და შეხედეთ ამ სამი გუნდის მდგომარეობას ფინიშზე ჩემპიონატის აბსოლუტურად ყველა დაცლილები, აბსოლუტურად ძალღონე გამოცვლილი. ვითია ეს გამოწვეული? ისევ რეგლამენტით, ისევ ყოველ მეოთხე დღეს თამაში, როდესაც ფეხბურთელს უწევს თამაში, თამაშის შემდგომი აღდგენა, მერე თამაშის წინა მომზადება და ისევ თამაში. ყოველ 4 დღეში და ესეთი მომზადებული მანქანები ჩვენ არ აქვს ჯერ არ დაგვიმზადებია საქართველოს ჩემპიონატი. მე რაც მაქვს ჩვენ რაც გვაქვს ერთი თამაში ეს ჩვენი თამაში მარტვილთან სადაც საჯობა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა და ახლა ჩემპიონ გუნდს ბოლო წუთზე 2 პენალი დაუნიშნა და ამით რეზულტატს მიაღწია ერთი და მეორე გარიგებული თამაში რომელიც გარიგებული თამაში იყო მარტვილისა და რუსთავის მეტალურგის. თხოვთ ამაზე გვექეჭვი, თხოვთ ამას გამოიწვევთ. მე იმაში რომ სახელმწიფო დაინტერესებულია ფეხბურთით, კარგისმეც ვერაფერს ვერ ხედავ, მაგრამ ის დაინტერესება სწორი გზით უნდა იყოს მიმართული რა. და მე დარწმუნებული ვარ ისინი ამ გზით არიან მიმართული, მაგრამ რატომღაც შესრულება ხდება სხვანაირად. იცით რა, მე არ მაქვს ინფორმაცია იმაზე, რაზედაც ვერ ვილაპარაკებ. რაზეც მაქვს უტყუარი ინფორმაცია, მე ვილაპარაკობ იმაზე. თუ ვიღაცას დაინტერესებს ეს საგამომძიებლო ორგანოებს, მე შემიძლია მათ ეს ინფორმაცია მივცე. ამაზეა რა. აქ არის კონკრეტულად ამ თამაშზე. შეიძლება ეს ჩემი ინფორმაციაც არ იყოს. მე არა ვარ გამომძიებელი, მე არა ვარ არც მოსამართლე რომ რაღაცა. შეიძლება ეს ინფორმაციაც არ იყოს 100%-იან, მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვარ და გვაქვს ამის ყველას ინფორმაცია არის, გვაქვს ამის საჯების დონეზე თუ ფეხბურთელების დონეზე? აი თვითონ გუნდების დონეზეა ეს. აი მაშია საქმე. აქ საჯები აქ ძალიან გესმით რა ეს საჯების დონეზე გარიგება ერთი უდიდურებაა. მაგრამ როდესაც ეს კლუბების დონეზე ხდება, კლუბების დონეზე პრეზიდენტების თუ გუნდის ხელმძღვანელების მე ამას ვერ დავაზუსტებ ვის დონეზე, მე მათი გადაწყვეტილება არ მინახია, მაგრამ მე მეთქი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გვაქვს ჩვენ უტყუარი ინფორმაცია ამ თამაშის შესახებ. თუ დაინტერესებს იმ ორგანოებს, რომელმაც ეს უნდა გამოიწვიოს, ჩვენ ამ ინფორმაციას მივცემ. შემდეგ მათი გადაწყვეტია ამის გადამოწმება, თუ არა გადამოწმება. ეს არის ჭვავი, ეს არის ჩვენი ვარაუდი, თუ ეს არის ის ინფორმაცია, რომელიც მას დააკმაყოფილებს. შეიძლება ჩვენ უსე მოდით გავაიგიაროთ. უშუალო მოტივებს ჩვენ მოუგეთ ყველა თამაში თუ არ მოუგეთ, არის დებულება კიდევ ამ ჩვენ შეგვეძლო ყველა თამაში მოგვეგო ეს რაღაცნაირი უფრო გულშემატკივრის პოზიცია, რომ ჩვენი კლუბი უფრო ძლიერია, უფრო ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, უფრო ემოციურს, უფრო სანახაობრივს, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში ვერ ჯდება ვერცეთ იურიდიულ იმედში. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ბრძოლას ვაპირებთ არა ფედერაციასთან, არამედ ამ კონკრეტულ შემთხვევასთან და ფედერაციის გადაწყვეტილებას მე ერთხელ უკვე დავასტურე ის ჩვენ აუცილებლად დავემორჩილებ.